ქართველებისთვის ერთი კარგი, თუმცა კი გასაოცარი ამბავი მაქვს. კარგი ის არის, რომ დღევანდელი ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირი საქართველოში ძალიან გავრცელებული თუთა მსოფლიოში თავისი სარგებლის გამო სუპერფუდად არის აღიარებული და გასაოცარი კი ის არის, რომ ჩვენთან მის სასარგებლო თვისებებზე დიდად არაფერიც არ იციან და ამიტომაც მას ყურადღებასაც არ აქცევენ. არა და ის უამრავი გავრცელებული ჩივილისთვის ნამდვილ ბუნებრივ წამალს წარმოადგენს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუთა მსოფლიოში ეგრეთ წოდებულ სუპერფუდად, სუპერსაკვებად ან უაღრესად სასარგებლო პროდუქტად არის აღიარებული, რადგან მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ამიტომ დღეს მინდა მოგითხროთ, რატომ არის ეს წითელი, შავი და თეთრი ნაყოფი ჩვენთვის ასეთი სასარგებლო და რეცეპტებიც გაგაცნოთ. თუთა თავდაპირველად აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იყო გავრცელებული. თეთრ თუთის ხეებს აბრეშუმის წარმოებისთვის რგავდნენ, რადგან აბრეშუმის ჭიები მხოლოდ ამ მცენარის ფოთლებით იკვებებიან და ეს ჩვენშიც კარგად გავრცელებული და ცნობილი ამბავია, რადგან ამ საქმიანობით საქართველოში ბევრი იყო დაკავებული. მაგრამ თუთის როგორც ნაყოფი, ასევე ფოთლები უაღრესად სასარგებლოა ადამიანებისთვისაც. თუთის ნაყოფი სავსეა ადამიანისთვის საჭირო ვიტამინებით. მაგალითად, მხოლოდ 100 გრამი თუთით თქვენ C ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს დაფარავთ. ან წარმოიდგინეთ, 100 გრამზე ის 194 მგ კალიუმს შეიცავს. კალიუმის მოქმედება კი არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თუთა შეიცავს მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, თუთიას და რკინას. ეს უკანასკნელები ძირითადად შავ და წითელ თუთაში გვხვდება. ის ასევე შეიცავს რესვერატროლს, რომელსაც ჯანმრთელობის ხელშემწყობი მრავალი თვისება აქვს. ის აძლიერებს ნერვებს და იცავს მათ უარყოფითი გავლენისგან, ის გამოიყენება როგორც დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი, რადგან ანელებს დაბერების პროცესებს და გარდა ამისა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. გარდა ამისა, მას ანტიოქსიდანტური მოქმედებაც აქვს, ანუ თავისუფალი რადიკალების განგვიცავს. თუთას აქვს ამოსახველებელი ეფექტიც. ამიტომ მისგან წვენს ამზადებენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მისით განსაკუთრებით მაგალითად გაციების დროს ისარგებლებთ. ამიტომაც თუთის წვენი ბევრ ქვეყანაში გაციების შესამსუბუქებლად აფთიაქში იყიდება. თეთრი თუთა ევროპის ქვეყნებში ძირითადად გამხმარი სახით იყიდება, რადგან თბილი ქვეყნებიდან ის ასე ადვილად ტრანსპორტირებადია და გარდა ამისა, თეთრი თუთა შესაფერისია, მაგალითად, საუზმისთვის მიუსლიში ჩასაყრელად. ასევე უყვართ მისი მოხმარება მაფინებში ან უბრალოდ ჯანმრთელი ხემსის სახით. წითელ თუთას მისი სიმსუქნისა და გაცხიმოვნების საწინააღმდეგო თვისებების გამო აფასებენ, თუმცა გარდა ამისა ის, როგორც თუთის დანარჩენი სახეობები, ასევე სავსეა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებითაც. ის ასევე უხვად შეიცავს კალიუმს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია ნერვული იმპულსების გამტარობისთვის, ასევე მჟავატუტოვანი ბალანსისთვის. გარდა ამისა ის ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს, რკინას და ბოჭკოებს. თუთაში ასევე გვხვდება სხვადასხვა ვიტამინები, მათ შორის ფოლიუმის მჟავა. ის ორგანიზმში სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება თუთაში, მას შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს მისი ყოველდღიურ ნორმის მიღებაში. გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავის გარდა, თუთაში გვხვდება ვიტამინი C, ვიტამინები B2 და B6. ხსენებული საკვები ნივთიერებების გარდა, თუთა შეიცავს სხვა ძვირფას ნაერთებს, რომლებიც დიაბეტის რისკს ამცირებენ. მეცნიერთა აზრით, ამაზე პასუხისმგებელია ფენოლები, რომლებსაც, როგორც ითვლება, ანტიდიაბეტური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ეს ნივთიერებები აფერხებენ ალფა-გლუკოზიდაზებს და ამით იწვევენ აღნიშნულ ეფექტს. ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები ზოგადად დიაბეტის თერაპიაში გამოიყენება, რათა მიწოდებული ნახშირწყლების შეწოვა შეამციროს. ეს თავის მხრივ სისხლში შაქრის დონის შენელებულ ზრდას იწვევს, რაც დიაბეტის მქონე პაციენტებში გადამწყვეტ როლს ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ წითელი თუთის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს დიაბეტით დაავადებულებს ან გამოყენებულ იქნას როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება. თუთას ასევე ზედმეტი კილოგრამებისგან შეუძლია დაგიცვათ, ეს საზუნებზე კვლევის შედეგად დადგინდა. ამ ნივთიერებებმა ცხიმოვანი მჟავების სინთეზის, ანუ ცხიმოვანი მჟავების დაგროვების და შენახვის შემცირება გამოიწვია. ეს კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა, ამიტომ აუცილებელია საკითხის შემდგომი შესწავლა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ თუთის მოხმარება ამცირებს ქოლესტერინს და შეიძლება შეამციროს ისეთი დაავადებების რისკიც, როგორიცაა ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვების სხვადასხვა ნივთიერებების გამოვიწროვდება, როგორიცაა სისხლის ლიპიდები, სისხლი ვეღარ მიედინება სწორად და სისხლის ნაკადი წყდება. უარეს შემთხვევაში ამან შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს.
თუთა დადასტურებულია, რომ კანის კიბოს დროს მეტასტაზების წარმოშობას აფერხებს, რაც კიბოს დროს უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. ტაივანის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამაზე პასუხისმგებელი თუთაში შემავალი ანთოციანინები არიან. ეს ნივთიერებები კანის კიბოს პაციენტებში მეტასტაზების წარმოქმნას აფერხებს. თუთა ასევე ხშირად გამოიყენება შარდის ბუშტის ან საშარდე გზების ინფექციების და გაციების დროს. მოდით ახლა რეცეპტებზე გადავიდეთ. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ როგორ გავახმოთ თუთის ნაყოფი, რომ ზამთარშიც ისარგებლო მისი უნიკალური თვისებებით. გარეცხილი მწიფე და უბეჟავი ნაყოფი ტილოზე გაშალე და ცხელმზიან დღეს, ოღონდ არა უშუალოდ მზეზე გაფინე. რომ არ დაობდეს, მნიშვნელოვანია კარგი გაჰაერება. 3-4 დღე უნდა შრებოდეს. საბოლოოდ ჰერმეტულად და ხურულ ჭურჭელში შეინახე. თუთა როგორც ახალი ასევე გამხმარი კარგია ღვიძლის, გულისა და თირკმლებისთვის. არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას, სავსეა სასარგებლო ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით. კარგი ამბავი მაქვს ადამიანებისთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. ხანგრძლივი დაახლოებით 6-დან 8 კვირის მანძილზე დღეში 3-4 ჯერ ერთი ჩაის კოვზის მიღების შემთხვევაში ეს კენტრა უძილობას ხსნის. როგორ მოვამზადოთ თეთრი თუთის ჩაი? საამისოდ დაგჭირდებათ 1 ლიტრი წყალი და 1 მურჭა გამხმარი თუთის ნაყოფი. ეს უკანასკნელი ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსე და მდუღარე წყალი დაასხი. 10 წუთი დააყოვნე. შეგიძლიათ ცხელი ან გაცივებული სახით მიირთვა. არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას, სავსეა სასარგებლო ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით. თეთრი თუთის ფოთლების ჩაი. ეს ჩაი მსუბუქი და სასიამოვნოა, თუ მას დიდხანს არ დააყენებთ, თუმცა ვისაც უფრო მაგარი უყვარს, შეუძლია 10-დან 12 წუთიც დააყოვნოს. ასეთ დროს ის ცოტა მწყლარ ტეგემოს დაიკრავს. ასე მას იაპონიაში უკოფეინო ყავის ალტერნატივადაც სვამენ. ერთ ჩაის კოვს თეთრი თუთის გამხმარ ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და დაფარებული 5-7 წუთი დააყოვნეთ. დღეში 3 ჯერ დალეული ეს ჩაი ღვიძლს წმენს და სისხლში ქოლესტერინს და შაქარს ამცირებს. გაითვალისწინეთ, ეს ჩაი წნევის დამწევიც არის. მწვანე ჩაის მოყვარულებს შეუძლიათ თუთის ფოთლებთან თანაბარი რაოდენობით კომბინირებით არა მარტო გემოგაიმრავალფეროვნონ, არამედ შეამცირონ მიღებული კოფეინის რაოდენობა და სამაგიეროდ სარგებელი გაზარდონ. საამისოდ დაგჭირდებათ 9 ლიტრი წყალი, 1/9 ჩაის კოვზი თუთის ფოთლები და 1/9 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი. ჯერ თუთის ფოთლები ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსე და ადუღებული წყალი დაასხი. 5 წუთი დააყოვნე და ჩაყარე მწვანე ჩაიც. 3 წუთი დაელოდე და ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწურე. შეგიძლია გაცივებულიც მიირთვა. ამ ჩაის კიბოს საწინააღმდეგო და ქოლესტერინის დამწევი მოქმედება გააჩნია. შესანიშნავია ღვიძლისა და ნაურისთვისაც. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.